ალექს. დავიკარგეთ. დილოცო. აღარც ბილიკი გვაქვს, აღარც ის ურვის გზა. GPS სადაც იქით გვიჩვენებს, აქ ხეობა არის და სულად იჭერდა დახტის აქეთ იქით და აქ კიდე ჩახერგილია და ვერ შეკაროჩ. მოდი მასა გადავიდეთ მათთან ხრი. წრეზე დავდივართ. ანუ აქან ვერ მივდივართ, ამ დინარეს ვერ გადავდივართ, იმ ძველი ბილიკით ვერ მივდივართ, იმიტომ რომ გასაჩეხია დღე. უკან რაც თქოდი გუშინ იმით ვერ დავგვიდებით, იმიტომ რომ გუშინ 9 საათი მოუნდით და ეხ დაღმართი იყო და ეხა სულ აღმართი რო იქნება. ალბათ ღამის 5 საათზე ალბათ თან ვერ სავალთ დავიღლებით. და ამიტომ გადავწყვეტ და დავგვიდეთ კონში ისევ და იქ ვინმე მამაზეციანო გადმოხდებით. მოკლედ, ეხა რა ხდება? აქ ვარ მე, ალექსი, კატო და აი მივდივართ რა, მივდიოდით. იქით კლდეკარი არის, მან კლდეკარის ციხესიმაგრე და ეს გასასვლელი და მანდიდან გვინდა რკონში ჩასვლა. ხო და რავი, ეხა ვეცდებით ამის ამოყვანას და თუ ამოვედით, ხო კაი და თუ არა და რავი, მე რაღაცა არ ვიცი. რამის მოვიდეთ. ის ვაფშე ჩაძირავდა და მაგით. ადამიანი ხარ, სულ. ანუ, საიდან გამოვიდა. ამოვედით, როგორც იქნა. აგერ არის ის გასასვლელი, იქით არის კლდეკარის ციხე. აქედან ჩავდივართ რკონის მიმართულებით, ანუ ორი გზა ჩადის ახლა მთავარი ერთი მარჯვენი ცოტა სამანქანო და დინარის სასიარულო, სამანქანო მაღალი გამოვლობის მანქანით რა თქმა უნდა. და ცოტა დინარის სასიარულო არის და მასე ჩავალთ რკონში და მე მარცხენა მხრიდან ამოვალთ. ახლა რუკაზეც უფრო გარკვევით რომ იყოს აღქმადი ეს ყველაფერი ნახავთ ამ ჩვენ მარშრუტს რაც გავდივართ. წალკამდე არ მისული არის მარჯვნივ გადასახვევი და ავდივართ სოფელ ჩოლმანში ან ჩოლიანში, ორივენაირად იხსენიებენ. მანდ არის კლდეკარი და კლდეკარიდან მივყვებით ბილიქს მარჯვნივ და მეორე დღეს ამოვდივართ მარცხენა მხრიდან, ანუ წრილს ვაკეთებთ. ჯამში არის დაახლოებით 32 კილომეტრი. მაგრამ პირველი დღე არის, ესე იგი, საიტი გვეუბნება რომ 19, მაგრამ მეტი იქნება სავარაუდოდ, იმიტომ რომ რეალობაში მე მეტი გამოდის ხოლმე ყოველთვის. ესე იგი, პირველ დღეს ამას ჩავყვევით, ამ ბილიქს ტყეში გავდივართ, მე ხეობაში ჩავდივართ, ბევრჯერ გადავდივართ დინარეს და ჩავდივართ საბოლოოდ სოფელ რკონში. სოფელ რკონიდან მეორე დღეს ამოვდივართ, ესე იგი, თეძამი, დინარი თეძმის ხეობით და დაახლოებით 11 კილომეტრის მერე ბრუნდებით ისევ კლდეკარში. ამოხვალ თუ არა, ეგრევე ორად არის გზა. ჩვენ ვაპირებთ რომ წავიდეთ აქეთ და ვერ დაბრუნებით იქიდან, ხვალ. ზევით არის ციხე, არაფერი ისეთი განსაკუთრებული აღარ დარჩა აქ ციხისგან. მოკლედ ეს ციხე აშენებული არის სწორად მახსოვს მე-9 საუკუნეში. დაშენებულია ისეთ ადგილას, რომ არანაირი სხვა გზა არ არსებობს ჯავახეთიდან რომ გადმოხვიდე აქეთ ქართლის ტერიტორიაზე. ერთადერთი გასასვლელი იყო ეს და რაც კი რამე ვაჭრობა იყო თუ საქონლის გატანა გამოტანა იყო, ყველა იყენებდა ამ გზას. ამიტომ ეს გზა გინდა არ გინდა უნდა გადაელო. ვინც აკონტროლებდა ამ გზას შესაბამისად იყო ძალიან დიდად. პირველად მე-9 საუკუნეში აქ ციხე ააშენა ზევით, გაგიგიათ ალბათ ლიპარიტ ბაღვაში. ამ ლიპარიტმა ააშენა ეს ციხე და გახდა კლდეკარის საერისთავო, რომელიც იყო ძალიან დიდი, ურჩი ხალხი იყო ეს აქაური ერისთავები, იმიტომ რომ ყოველთვის საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგები იყო. ცნობილები არიან ეს როგორც დავით
ბაგრატი იყო არ მახსოვს იმას აუჯანყდნენ და ჩაახშო იმან როგორც იქნა ორჯერ ჩაახშო თან და სულ ყველას აქ ვინც მართავდა ერისთავი ვინც იყვნენ 300 წელი იყო რა ეს ლეკარის ერისთავი ბოლოს დავით აღმაშენებელმა დაანგრია ანუ სო დაშავა და დამთავრდა მან თორემ მანამდე 300 წელი რაც იყო სულ იყვნენ ან ყველას ერქვა ლიპარიტი ან მაგათშულებს რატი ან რატი ბაღვაში იყო ყველა 5 ლიპარიტი იყო თუ 6 და 3 ან 4 რატი ერთის გამოკლებით არქავდნენ? ხო, რაღაცა მასე იყო. ყველას ერთ ამ 300 მანძილზე 5 ლიპარიტი იყო და 3 რატი. და ყველა, აბსოლუტურად ყველა იყო საქართველოს გაერთიანების ხო, ყველას არ ვიტყვი ხა, მაგრამ 90% რა. ზუსტად არ მახსოვს, მაგიტო ამბობ ამას. ბიზანტიაში გააძევა ბოლოს დავით აღმაშენებელმა აქ ვინც იყო ბოლო ერისთავი. გააგდო და დაასრულა ეს შენი საერისთავო. ასეთი ამბავია აქ და ეს გასასვლელი არის ეგ. ეხლა ასეთი კარგი ამბის მერე, კარგი რა, საინტერესო ამბის მერე გამოიწერე. იმიტომ რომ მე მიხარია. ხო და რო გამოიწერე. მე უფრო მეტი мотиваცია მექნება რომ კიდე სხვა ადგილებში წავიდე და აგიხსნათ გზად რეები არის, როგორი სასიარულოა, რჩევები მოგცეთ, გითხრათ რომ ღირს თუ არა დასვლა, თქვენ თვითონაც ნახავთ, აქ ღირს თუ არა მოსვლა და ასე შემდეგ. ამიტომ გამოიწერეთ თორნიკეს არხი. მართლა ნუ მირეკავთ მეთქი, იმიტომ რომ გამოწერას ნიშნავს მეთქი ეგ რა. ხო და ანუ დამირეკეს რამდენი გიტყვი, შეგიძლიათ კი არ დამირეკოთ, არამედ დავიმესიჯოთ. აი 2 კილომეტრამდე გავიარეთ და მეორე კლდეკარი აღმოვაჩინეთ. აი იქ შევედით. ძალიან წაწვეტებული ეს ფერდი რო არის. მაგის უკან მოხვდით და მე მაგის უკანას შემოვიარეთ და ესე ამოვედით. ეგ არის კლდეკარი მანდეთ. და აქ არის დიდი აბული და ფარავნის ტბა და ქედი, ქვედა კავკასიონის აბულსამსარის ქედი ქვია მე მგონი თუ სწორად მახსოვს. აი ცოტა გავდიდო. აი აქეთ ჩანს. 7 კილომეტრს აღნიშნავთ ასე. უკვე ასეთი ტყე დაიწყო, ჩრდილი არის. ახლა ცოტას დავისვენებთ. შევჭამთ. მე აგერ მაგარი ვივაშკაცე. ვერ დავინახე და როგორც ჩემი მანქანა ჩავარდა ისე ჩავარდინეს ტალახში. და მომიყვანეს. მადლობა. მადლობა კატო. ცოტა ტალახი გაიჩნდა ახლა. აქ მიუყვებით ასე. გზის პირს არის სავსე ეკლებით. ოხში. 9 კილომეტრი 10 კილომეტრამდე გვაქვს გავლილი. და ერთი რაც შემიძლია თქვა ის არის რომ რამდენიმე დღის წინ კი წვიმდა აქ. მაგრამ არ ველოდით რომ ასეთი ის იქნებოდა რა ტალახი. ფაქტურად ამ თავარ გზაზე ვერ დავდივართ რა. იმიტომ რომ ეფლობი აი კოჭებამდე ტალახი არის. ალბათ 30%, 40%. სულ აი ესე გვერდით დავდივართ და ვიჩხაპნებით, ვიკაწრებით და წამოსვლას თუ გადაწყვეტთ ის გაითვალისწინეთ რომ შეამოწმოთ ამინი თუ მანამდე იწვიმა. ერთი 2-3 დღის მერე ღირს წამოსვლა. ეს დაგვრჩა ასასვლელი. ამის მერე იწყება დაღმართი ჩავდივართ ხეობაში, უნდა გადავკვეთოთ მეჟორ დინარი. ავდივართ ახლა აქეთ. დავიწყეთ იქიდან. სამწუხაროდ შევცდი და გორაზე რომ ამოვედით იმის მერე კიდე ერთი დაგვხვდა აგერაკის. აქედან ძალიან მაგრად ჩანს მყინვარწვერი. ყაზბეგი. ესე იგი ერთ მომენტში ცოტა რაღაცა 50 მეტრით ცოტა გავუცდით გადასახვევს. ნუ გადასახვევი იდეაში არც ჩანს, არ არის. უბრალოდ თავარი გზა, რასაც მივყვებოდით სამანქანე იქით გრძელდებოდა, ისე გავუყევით ინტუიციურად, მაგრამ მე GPS-ზე ვნახე ჩემს GPS-ზე, ჩემს შედგენილზე, რომ მონიშნული მაქვს, რომ აქ უნდა ჩავუხვიოთ მარცხნივ, მარჯვნივ უფრო სწორად. და ასეთი რაღაცა თითქოს ერთ შეხედვით არ არის ჩასასვლელი, მაგრამ აშკარად ეთყობა, რომ ოდესღაც აქ რაღაც დადიოდა, იმიტომ რომ ცოტა ჩაღრმავებები არის გვერდებზე. ეს გზა მაქვს გაკეთებული, ჩემი ტრეკი, ანუ აქ არც ნიშანი, არაფერი არ არის რა, ეს ტრეკი თუ ონლაინ თუ არ შექმენით, ამ გზით ვერ წახვავთ რა, გავყვებით თავარ გზას და ეს ცოტათი ჭრის რა. მე ამ ტრეკს სადმე ავტვირთავ. თუ ავტვირთავ ვიდეოს აღწერაში იქნება. გამოიყენებთ რა, იმედია თუ წამოხვალთ. დამირეკე. მთელი ეს გზა ბოლო 25 წუთი რაც მოვდივართ. აი იმ გზაზე რომ გადმოუხვიეთ, სადაც რეალურად ხალხი არ დადის. ვნახეთ დათვის ნაკვალევი. და ამდენი ხანია იმ დათვის ნაკვალევს მოყვებით და ვიძახს რომ ბოლოს
ბუნაგში მივადგებით. აი უბრალოდ სად დავდივარ. ჩემი რჩევა იქნება ამ ჩემ მონიშნულ გზაზე, რომელსაც ავტვირთავ, ამაზე არ წამოხვიდეთ. არ მომწონს, იმიტომ რომ კი მოკლე არის, მაგრამ იმდენად აღარავის აღარულია ალბათ წლები აქ, რომ საერთოდ გზა არ ჩანს და ერთი ოჯერ დავკარგეთ კიდევაც. და ეხლა ისევ ალბათ ეს არის. ფილმებში ხო გინახავთ, რომ დადიან დაიკარგებიან და იმის ხვდებიან, რომ დაიკარგენ, რომ ისევ იქ მოხვდებიან, სადაც გაიარეს. და ისევ რაღაცა გუბესთან მოხვდით. წრეზე დავდივართ. ალექს. დავიკარგეთ. დილოცო. აღარც ბილიკი გვაქვს, აღარც ის ურვის გზა. GPS სადაც იქით გვიჩვენებს, აქ ხეობა არის და სულად იჭერდა დახტის აქეთ იქით და გვეძებს ახლა ბილიკს, ასე რომ დაივიწყეთ ეს გზა აქედან არ გიჩევთ, ჯობია ის მთავარ გზას გავყოთ. აქ კიდე ჩახერგილია და ვერ შეკაროჩე რა. მოდი მასა გადავიდეთ აქედან ხოლმე. ისევ მე მგონი დავადექით იმ ძველ ბილიკს. ცოტა კი ვიწვალეთ. იმიტომ რომ დინარესთან ეს ხეები არის ჩამოვარდნი და სანამ აგას გადმოვედით, სანამ ვამტვრიეთ, აი დრო დავხარჯეთ ამებში. მოკლედ ეს მოკლე გზა სიამოვნებაში აღმოჩნდა. ტექნიკურად რთული და შესაბამისად დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ არ წამოხვიდით აქედან. დიდი წვალების მერე ოღონდ შევუერთდით ამ ისევ სატყეო გზას. 14 კილომეტრი გავიარეთ. 5 საათი და 20 წუთი მოვდივართ. ეს დრო იმაში დავკარგეთ, რომ იქ ვიბოდიალეთ ყველა. თავიდან კაი ტემპი გქონდა. და 463 მეტრი ავიარეთ, 999 ჩავიარეთ. და დაგვრჩა კიდე 7 კილომეტრი, ალბათ მზე ჩადის საათნახევარში. მე ფეხებს ვანიავებ. კატო. რა აზრის ხარ? კაია. ალექ, შენ რა აზრის ხარ? კაია? ურჩევდი ვინმეს? შენს ურჩევდი? ხო, რატო არა? აი, დამწყებებს. ხო, დიმგზით. გზაგზით. გზიგზით. ხო. აი, რავი, იმედი გვაქვს, რომ ჩავალთ რკონამდე დღეს და სადმე დავბანაკდებით, სავარაუდოდ დაგვაღამდება გზაში, მაგრამ არა უშავს. აი, მე ასე დღეში ვარ აგერ. დამწყებებს არ ურჩევთ მაგას. რატო? დამწყებებს არ ურჩევდი. გზაგზით. დისტანცია არის ბევრი. დიდი დისტანცია. 32 კილომეტრი არის. ხო, ნუ ვინც ახლა პირველ და მეორედ მოდის, ის არ უნდა წამოვიდეს აქ ამ ხელა გზაზე. ცოტა ბევრი კილომეტრია? 32 კილომეტრი ორ დღეში ამ იმაზე ბევრია ვიღაცა ვინც ერთი რავი 3-4 თუ ლაშუაში ნაყოფ, მე შეიძლება წამოვიდეს. ცადოს დიდი გზა. ხედავთ რაც არის და რაც არის ეგ არის და სხვა არაფერი არ დაგვხვდებათ აქ. უბრალოდ ეგ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მთელი დღე უნდა იაროთ. აუ, აი დაგვერხა, აი ხო ამბობთ, ბევრჯერ უნდა გადავიაროთ მდინარე მეთქი და არ ვიცი ეს მდინარე რამ ხელაა მეთქი და აი მოკლედ ფეხებით უნდა გაიხადო რა, ისე ვერ გადაივლი. და გეგმა მქონდა რომ სანდლები მომქონდა და ბოლო მომენტში გადავიფიქრე რა, მეთქი ხა ადავივლი მეთქი და ეს უნდა გადავიაროთ 1-15 ჯერ ეს მდინარე. ეგ სახენ უგებ. რა ბიჭო? ხო რა. დაგვერხა. შენ ასე ფეხშუელი გადავიხარ, ხო იმედი? ხო, მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ 15 ჯერ თუ არის გადასავლელი, არ მინდა გახსოვ. ვერ გააშო. დავარჩო. ასე თუ გავაკეთე 15-ს, დაამხელია ეს. მე ერთხელ გავაკეთე ასეთი რაღაცა ცხოვრებაში, რომ 5 ჯერ გადავიარე მდინარე ისე რომ არ გავიხადე და მაგარი ვინანე, იმიტომ რომ არ გაშა 2 დღე. და კატო, ნახე რა პონტია, მე გაიხდას ვაპირებ. და შენელებით ჩემ ტემპში ვივლით მაინც და ჯობია გაიხადო ხოლმე. აი გადმოვედის მეორე მხარეს და არის გაყინული, აი. ცოტა ხანი ყვიროდია, ისეთი ცივია. აბა, როგორ გახდა? ფეხებს ვერ გზნობ? ოჩახ, კიდე 15 ჯერ და ეგა. გადმოვედი მეორე ჯერ, ამაც უნდა ხმა იყო. ოღონდ იმენა წუთნახევარში და ცოტა უნდა გამთვარიყო ჯერ ფეხები. მოკლედ, ესეც კიდე ერთი რაღაცა, უნდა გაითვალისწინო, აქ თუ მოდიხარ, უნდა წამოიღო რაღაც ანჩუსტები ან ის რაღაც რეზინჩუსტები ან სანდლები. ამასობაში სანამ ჩვენ ტანჯოს უყურებ. დამირეკე, ანუ გამოიწერე. აი? აკეთ მეორე. მე. აი, უნდა გავიაროთ ახლა. უკან ხო არ წავიდეთ? არა.
აქ სად უნდა გავიარო? რა? და თან ვერც ხედავთ იქით პირდაპირ რომ გადადის ეს გზა კი მიდის, მაგრამ იქ სად ადის? ესე იგი 1-3 წუთი არაც ამ დინარეს მოვყვებით. ანუ რაღაც მომენტში გზა მთავრდება სამანქანო, უბრალოდ ურალის გზა. ეს ურალი საერთოდ ამ დინარში მოდის და მე ისე ახეთ გზელდება. გვიგვიანდება ბანაკამდე მისვლა, მზე უკვე ჩავიდა? კი. ხო, ჩავიდა და 20 წუთი ჩავიდა მზე. 10 წუთში ვარ და მალე დაბრუნდება ძალიან. ის რაში? ხო გითხარი, ფეხსაცმლიდან ასხავს წყალს. მაგარი. იმიტომ რომ მაგისაც წყალგამტარია, მაგრამ ზემოდან ჩავიდა და გარეთ არ გამოდის ახლა. ანუ კარგი ლაშქრობები ასეთია რა. მე კარგად გახსენდება. და იწვალოთ. ხო. აბა ეხა ის თუ გინდათ, მაშინ ბოტანიკურ ბაღში იარეთ აბა. ვიღაცები გამინაწენდებიან ეხა ის ბოტანიკურ ბაღში დადიან სალაშქროდ. მაშინ ეგ სიტყვა არ იხმაროთ. გუშინ ღამე მოვედით. ნახოთ აბა. სად გავშალოთ კარავი. აჰა. გუშლია კარავი. აჰა, ზეთ სასაფლაოზე. ძალიან კარგი. გუშინ საუბრობდით რომ დამწყები კაია კაცო და ის რაღაცა არ არის კაი. არ არის კაი. არ არის. ჩვენ საიდანაც მოვედით, ანუ იქით მხრიდან მოვედით. აქ რაღაც კოტეჯები არის. და იქით მხრიდან რაც დავთვალე დაახლოებით 20-ზე მეტი იყო. 25-ით შეიძლება რომ 25-ჯერ გავიარეთ იმ დინარეში და არც ისე სასიამოვნო არის და ძალიან დიდი ხანი მოვუნდით 23 კილომეტრი გამოვიდა ჯამში და კაი გზელი მარშრუტი. ძალიან გზელი მარშრუტი არის. მაგრამ როცა თქვი რომ კაია, მეთქი დამწყებებისთვის თქო. მაგდონემდე არ იყო ცუდი. რაც შეეხება იმას ჩვენ რას ვაპირებთ. გვინდა ასე იგი რკონის მონასტერი, საერთოდ არის იქით მხარეს. მასე გავუყვეთ და დაუბრუნდით კლეკაში, მაგრამ ეხა აქ წყალი მოგცეს ამ კოტეჯებში და გითხრა აქ კაცმა რომ ამას ვერ გადაყვეთ ამ დინარესო, ეხა იმ ყველაზე ადიდებული და მართლა რომ ჩავხედე ამ ძალიან დიდი დინარეა, ძალიან სწრაფი დინარეა და ეხა ვეცდებით ჩვენ რომ იმ ნაპირზე საერთოდ არ გადავიდეთ. აი ამ მიმართულებით რაღაცნაირად გავიაროთ, თუ ვერ გავივლით, მაშინ მოგვიწევს ისევ დაბრუნება უკან. და ისევ იმ გზით წასვლა და იმ გზით წასვლა თუ მოგვიწევს, დღეს ვერ მივახთ მე მგონი ბოლომდე. აბა რა ვქნათ? სადა გამოსავალი. შეგატყობინოთ, რა ხა შევჭამთ, ცოტა ტვინი გაიხსნება. და ნახავთ რა იქნება. ვართ ამ დინარე თეძამის მარჯვენა ნაპირზე. მონასტერი არის მარცხენა სანაპიროზე. და ჩვენ ვცდილობთ რომ გავიაროთ ისე რომ არ მოგვიწიოს აქეთ-იქით გადავლა და ეგრევე აი ეს კოტეჯებიდან ამ დინარის ნაპირთან რომ ჩახვალთ, თავიდან შეუმჩნეველი ბილიკი მიდის, მაგრამ არის ეს ბილიკი ისე რომ ამ ხელ დინარში გატოყვა და აი ხა აქ ჩასვლა ეს სიკვდილი არის ამ დინარში, იმიტომ რომ ადიდებული და ჩქარია. აი თითქმის 1 კილომეტრია მოვდივართ ამ გვერდითა ბილიკზე. ხანდახან შორდება დინარი, ხანდახან უახლოვდება, არავინ არ დადის ამაზე, იმიტომ რომ ხშირად იკარგება ბილიკი. და ხეები ამოსული ეკლებია. მოვედით თამარ მეფის ხიდთან. აი ავდივართ ახლა. ერთ-ერთი სანახავი ხიდი არის ეს. გადავედით ამ ხიდზე და წავედით ახლა რკონის მონასტრისკენ, რომელიც თუ სწორად მახსოვს მე-7 ან მე-6 საუკუნეში არის აგებული და დაარსებული. აჰა, მე არქიტექტურული არტისტები იყვნენ მოწმეები ადრე. ესეთი თაღი რა მაგარია რა. ან. ესეც მონასტერი. ხო, წამოვედით მონასტრიდან და კატო სად მივდივართ? აი, იქ უნდა ავიდეთ, ხო? კი, აი მანდარის გასასვლელი, კლეკა საერთოდ მოვედით. კი, მან უნდა ავიდეთ. ისევ მდინარეები. უკვე ერთხელ თუ ორჯერ გავიარეთ და რავი, ალბათ მალე დამთავრდება ეს მდინარეები. თორე გუშინ ეს ვერ
მდინარის ხსენება არ მინდა. ცოტა გაუვალ წეში ამოვედით, იმიტომ რომ ბილიკი რაც მონიშნული არის მარკირებებით დაუბრუნდა ისევ მდინარე თეძამს, რომელშიც შედის გამოდის სულ სასიარულო მაგათ მდინარეში რა და ან მდინარესთან ახლოს. ჩემ GPS-ზე აქეთ ზევით 2 ბილიკს მიჩვენებდა ტყეში. ამოვედით ერთი ვნახეთ. ანუ ნახეთ რა, ბილიკი არც არის, აღარც არის რა, ანუ 100 წლის წინანდელი კი არა და 1000 წლის წინანდელი ბილიკია მე მგონი. მეორე კიდე უეჭველი ეს არის, აი ეს. ნახე იმენა ბილიკი არის ძველი. ამას აი. ხო და მოკლედ ისევ ჩავდივართ ქვევით, რომ გავყოთ მდინარეს. აი, მოგვილოცეთ. აქ არის პატარა თოკი გაჭიმული და მან უნდა გადავიდეთ. არ გადავიღე, იმიტომ რომ ძალიან კონცენტრირებული ვიყავი მდინარის მეორე მხრიდან. ნახეთ ერთი ადამიანი, რომელმაც გითხრა რომ აქ თამარის ხიდი რო იყო აქედან 2 კილომეტრში. იქიდან ჯობია რომ გადმოხვიდეთო და ამას გამოყვეთო ზევიდან მოხვალთო. მაგრამ ამის მერეო კიდე ერთგან გიწევთო გადასასვლელად მაგას გადახვალთო და იმის მერეო ხო ის არისო რა ქვია რამდენიმეჯერ არისო და იქ წყალი არ ვიციო რამ ხელა არისო. ჩემი აზრით ამ გზით ვერ წავალთ. და რა უნდა ვქნა? უნდა წავიდეთ იქიდან საიდანაც მოვედით. მაგან ვერ მივიდივართ ამ მდინარეს, ვერ გადავდივართ იმ ძველი ბილიკით ვერ მივიდივართ, იმიტომ რომ გასაჩერხია ტყე. უკან რა საფრთხეობდი გუშინ იმით ვერ დავბრუნდებით, იმიტომ რომ გუშინ 9 საათი მოვიდით და ეხლა აღმართი იყო და ეხლა სულ აღმართი იქნება. ალბათ ღამის 5 საათზე ალბათ თან ვერ ცალოთ დავიღლებით. და ამიტომ გადავწყვეტ და დავბრუნდეთ კონში ისევ და იქ ვინმე მამაზე ცერმა გადმოხდეთ. რადგან ვერანაირი გამოსავალი ვეღარ ვიპოვეთ, ამიტომ ჩვენს მაგაც თბილისში დაურეკეთ საერთოდ დაიჭირა და უთხარი რომ მოგვაკითხოს სოფელ კონში რომ აქედან გაგვიყვანს, ახლა ბრუნდებით ისევ კონში. 4 კილომეტრი გვაქვს უკან გასავლელი. რაც გეგმა მქონდა ფაქტიურად მაგის ნახევარი გამოხორციელოთ ხოლმე. გამოიწერე არხი. შემდეგში შეიძლება შენი დახმარება დაგჭირდეს. ისევ კონში დავბრუნდით, 8 კილომეტრი გავიარეთ. ეხლა არის 6-ის ნახევარი. ის ტრეკი რაც მე მქონდა, უძველესი ბილიკი არის. რაც ათეულობით წლები ალბათ არავითარ გაუვლია, იმდენად გაუკვალავი იყო. ამ ჩემ ტრეკს მე ჩავაგდებ. სავარაუდოდ აღწერაში, ან სტრავაზე იქნება, ან გაია GPS-ზე. და შეგიძლიათ ნახოთ. და რა ვიცი, ვინმეს თუ გაგიuliათ, ეგეც გითხარით. იმიტომ რომ, რა ვიცი, ცოტა მეეჭვება. მანდ ბოლო წლებში ვინმე გასულიყო. მე მაგას გადაუხვიეთ მაგ ჩემ ტრეკს და წავედით მონიშნული ტრეკით, რაც ხეებზე ნიშნებია, ყვითელი ნიშნები არის. მაგ ყვითელ მარკერებს გავყევით და მდინარე იყო ადიდებული და ვერ გადავედით. და დავბრუნდით უკან. ახლა დავალდებით აქ. ჩვენ მაგას მოვა კასპის მხრიდან, ანუ ქართლის მხრიდან მოდის და გაგვიყვანს ამ რკონიდან. მანქანას ვტოვებ აქედან 30 კილომეტრში. დამირეკე. მიწევს. დადი. დადი იქ წადი. საღზე საშები ხო არიან ესე? მე მათი უფრო მეშინია მართლა. მართლა მოვიდნენ. აუ არა და რა კარგად ვიყავი წამოპლაკული. ეხლა დგომა, აიმე. ეს აი ვისაც გეცნობათ ალბათ ეს უძირო ტბაში თავარი ვარსკვლავი მოქმედი პერსონაჟი. ამის გამო არის პოპულარული ეს ვიდეო. აი ეს არის ყველაზე მაგარი მძღოლი, ამის ნომერს აღწერაში დავდებ, დაურეკეთ, გამოგიყვანთ ყველა გასაჭიროება. ფეხით რო გადახვალ იქით, აქედან ვერ გადავალ ჩამანქანას დღეს ვერ ავიღებ. ეგ ხვალ უნდა ვიჩალიჩო, მე უნდა წავიდე ჯავახეთში იქიდან, წყნეთიდან და საიდანაც. ფეხით გადმოვედით და ფეხით უნდა ავბრუნებულიყავით. და ვეღარ. სხვა მოკლეგზით წავედით და ეს მოკლეგზა აღმოჩნდა რომ ადიდებულია ეს მდინარე. აქ ეს კიდე არაფერი იქით. ძალიან ადიდებული არის და ვერ გადავედით და იმ გზით იმიტომ აღარ წავედით რომ ის იყო რა ქვია 25 კილომეტრი არის და აღმართი არის სულ. და დღეს რო გავთვალეთ რომ ღამის 3 საათზე ავალთ იქ და არ მინდა. ვიარა. საშინელი გზა. ზის გარდა ყველაფერი გქია, აჩქა. მანდიდან ფეხით წამოვედით და ან ჩამოვედით გუშინ ღამით 11 საათზე ჩამოვედით აქ მინდორში სადღაც. 25 ჯერ გავიარეთ მდინარეში ფეხით.
25 ჯერ. მანქანით თუ იარე მდინარეში. იქიდან, იქიდან რო ჩამოვედი, აქედან უკვე იმ ხელმდინარე იყო, რომ აღარ დავიკიდე. ბოლოს ფეხი ბიჭო, დავიკიდეთ რა ფეხს, ანუ ფეხსროლებს გავიარეთ, ბოლოს ვიარეთ. თან პროსტა გადაკვეთე კი არა, რაღაც მომენტები იყო, რომ მდინარესაც კალაპოტს იმენა მდინარეში მიუყვები, აქეთ კლდებია და რაღაცა. შეუმდგარი ლაშქრობა არის, ჩემი პირველი შეუმდგარი ლაშქრობა, აგერ. ხო, და კიდევ ვიმეორებ, რომ რავი, თუ იცით, მაგ გზით და არა აქედან ანუ აქედან მონასტერში გადადის და მონასტრიდან ხო, ნუ გასაგებია, მაგრამ აი მე საერთოდ მივდიოდი აქედან თეძამის მარჯვენა სანაპიროდან თუ იცით როგორ უნდა მიხდეთ, რავი, მითხარით და გამიხარდები. წავედი.